მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუა დღის პოლიტიკა. FM 98.5-ზე რადიო სივრცის ეთერში ჩვენ მოვაწყობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან თბილისის დროით 14 საათი და 10 წუთია და ვაგრძელებთ შუა დღის პოლიტიკის მესამე სეზონს, რომელიც ეძღვნება საქართველოში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს წეხლა 2025 წლის 4 ოქტომბერს და მოკლედ ჩვენ არჩევნებამდე ეს არის ბოლო ეთერი და ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ხა მე მინდა რომ გავუშვა ჩვენი ლაივი და ვერაფერ გავაკეთეთ ეს. ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ წინა ეთერი, რაც არის არჩევნებამდე დარჩენილი, დაუთმოთ იმ მდგომარეობის მიმოხილვას, რაც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი, ამ წინა საარჩევნოდ როგორ მივიდა ქვეყანა ამ მნიშვნელოვან რიცხვამდე და რაღაცნაირად თან ცოტა დიდ სურათში შევხედოთ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი სტუმარია დღეს ბატონი ბიძინა გიორგობიანი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოსდან, რომელიც ამავე დროს იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს აი პირველი მოწვევის დეპუტატი, მე გუშინ იყო ტელეკომპანია იმედზე ფილმის პრემიერა, რომელიც მე გავაკეთე ბოლო 4 თვე მუშაობდი და ეძღვნებოდა საქართველოს კონსტიტუციას, იმიტომ რომ ეხლა სექტემბერში ჩვენს კონსტიტუცია შეუსრულდა 30 წელი და რაღაცა მაინც ამ თემატიკის გავლენის ქვეშ ვარ და უფრო ესე უყურებ ხოლმე მიმდინარე პროცესს, რამდენად მნიშვნელოვანია რა გავიარეთ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რას მივახციეთ და საერთოდ რა დევს ფსონზე, ანუ რა შეიძლება ალტერნატიულად განვითარდეს სცენარი, იმიტომ რომ ბევრი რამ გავიარეთ ამ 30 წლის განმავლობაში, მეტი 40 წლის განმავლობაში, თუ ვთქვათ 1985 წლიდან დავიწყებთ 10 თვლას, როცა პერესტროიკა გამოცხადდა, რამაც მისცა ერთგვარად ბიძგი იმისთვის, იმას რომ დაიწყო ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ამას მოყვა ალბათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში ეროვნული მოძრაობა და ბოლოს ბევრი რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთად ამან განაპირობა საბჭოთა კავშირის დანგრევა და ჩვენ რაღაც მოსახლეობის ნახევარი მაინც სხვადასხვა ასაკში, მაგრამ ამის მომსწრე ვართ მთელი ამ პერიოდის, რომელიც იყო ძალიან სერიოზული დრამატული ცვლილება. ბატონ ბიძინა, პირველი ძირითადი კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ თქვენთვის რას ნიშნავს ეს არჩევნები, გარდა უბრალოდ იმისა, რომ ეს არის რაღაცა მუნიციპალური არჩევნები და თავისი კონკრეტული განზომილება გააჩნია, ასე ვთქვათ, ადამიანები ირჩევენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რა პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია ამ დღეს? მე თავიდან ბოდიშს მოვიხარ, ცოტა ხმა მაქვს შელახული. კი, ორივენი რაღაც ნავატყოფარი ვარ, მაგაგებით. არა, შევეცდები რომ ამენაირად გადმოვცი ჩემი საქმე. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ არის უბრალოდ ისეთი კომუნალური სახის არჩევნები, უმნიშვნელო რაღაცა, რაც ზოგიერთს გონია, ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე, მოხდა პარლამენტის არჩევა, მოხდა პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ, სრულიად ახალი კონსტიტუციის და ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებისთვის დარჩა ბოლო ნაბიჯი და ეს არის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ტარდება ახლა. 2 დღეში და აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თუ ჩვენ ხედავდით საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო საგარეო ჩარევას, ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პარლამენტის კომისიის თავმჯდომარეები, სხვადასხვა პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტის წევრები თბილისში მიტინგებში მონაწილეობდნენ, აფინანსებდნენ საელჩოები ამ ანტისახელმწიფოებრივ და რევოლუციურ ქმედებებს. დღეს ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს, ესე იგი ეს არის შეტევა შიდა ტერორიზმის მიმართულებით, რაღაცა ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი და მათთან აფილირებული პარტიები და პერსონები, რომლებიც არიან ფაქტიურად გასული კანონის ჩარჩოებიდან და აკეთებენ ღია მოწოდებებს სხვადასხვა რევოლუციაზე, სხვადასხვა რაღაც ტერორისტული აქტების
ჩადენაზე, შენობების შტურმზე, არჩევნების ჩაშლაზე და ასე შემდეგ. აი ეს არის დამახასიათებელი, იმიტომ რომ წინა ადგილობრივ არჩევნებზე მსგავსი რამ არ ყოფილა. წინა ადგილობრივ არჩევნებზე იყო უფრო სხვა რეალობა ხოლმე. რისი ბრალია ეს? ეს ბრალია იმის, რომ ამ ოპოზიციად წოდებულმა პოლიტიკურმა რაღაც პოლიტიკური შეფერილობის მქონე დაჯგუფებებმა მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მათ დაკარგეს 2012 წელს ხელისუფლება, ვერ შექმნეს პოლიტიკური ალტერნატივა საქართველოში და არ აქვთ შიდა ელექტორატი და არ აქვთ შიდა ელექტორატა რაიმე უკეთესი შეთავაზების პოტენციალი, ვიდრე ამას აკეთებს არსებული ხელისუფლება. ერთადერთი რაც აქვს, ბოდიში ჩაგეჭებით, არის უკვე მანამდე არსებული რესტავრაცია და უფრო გამძაფრება იმ ტერორიზმის. და ეს პროექტი, რაღაცა ტიპის ელექტორატისზე მოქმედებს. ოღონდ რაღაცა, მაგრამ ბევრმა წელმა დაადასტურა, რომ ეს ელექტორატი მის პიკურ მდგომარეობაშიც კი არის მაინც უმცირესობა და არ კმარა ხელისუფლების შესაძლებლობა. ანუ ელექტორატს ვერ ზრდიან ისინი, იმიტომ მაგრამ საჭიროა რომ უმცირესობა მოუგოს უმრავლესობას. მაგრამ მათ უნდათ რომ ეს უმცირესობა გარედან ვიღაცამ რაღაც მახინაციით, აი როგორც მოლდოვაში, როგორც რუმინეთში და როგორც განსაკუთრებით მოლდოვაში გარედან რაღაც მახინაციებით დანიშნონ, რაღაც ჩაუწყონ ხელისუფლებაში მოსვლა, რომ მათ მოახდინონ იმ საშინელების რესტავრაცია, რომელიც მათ მმართველობის პერიოდში განიცადა საქართველოს. და ამას არც მალავენ. ეხლა რაღაც შეფარვით რაღაცას რომ ამბობდნენ ისინი, რომ დაუშვათ, აი ჩვენ კარგი გვინდა, თუ ამათ გაზარდეს, დაუშვათ 35 მილიარდ ლარამდის ბიუჯეტი, ჩვენ ამას ესეთი მეთოდებით გავზრდით უფრო მეტად და დაუშვათ სოციალურ პროგრამებს აღვადგენთ, საგარეო პოლიტიკაში სხვადასხვა მიმართულებებს გავხსნით და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავამხოთ, ჩვენ უნდა ესე იგი შევვარდეთ რაღაც ძალადობისკენ პირდაპირ, რა ვიცი, უცნაურ მოწოდებებს აკეთებენ, რომ არ გავიტანთ ნაგავს, გავთიშავთ იმას, რა ქვია. ხო, ეს არაერთხელ ვილაპარაკეთ, რომ ეგ არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ყველა არჩევნებს ახასიათებს ხოლმე კონკურენტებს შორის ერთგვარი თქვათ შავი პიარი, როდესაც ცდილობ რომ ამოხსნა შენი ოპონენტის ფარული ზრახვები, რომ სინამდვილეში ესე კი არ არის, არამედ სხვანაირად არის და ეხლა ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება რომ გააკეთოს კანდიდატმა, ამას ის თვითონ იძახის, არა მარტო უბრალოდ იძახის, არამედ ამით იღებს ის საარჩევნო რგოლს და ამით პოზიციონირებს და ამორჩეულს ეუბნება, რომ შენ მე უნდა მომწე ხმა იმისათვის, რომ ხვალ ქალაქი უნდა გავაჩეროთ და შესაბამისად მე ეს ქვეყანა შიგნით უნდა ჩამოვაქციოთ. ანუ მე არ ვიცი პოსტსიმართლის რა ხარისხს უნდა მიაღწიო ადამიანმა, რომ ეს განაპირობო, იმიტომ რომ აი როგორი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეს, ანუ როგორი დათვლაც არ უნდა გქონდეს, ხო? გავიგერო თქვათ ის ოპონენტი არ ენდობა არც CSKO შედეგს, არც სოციოლოგიური კვლევისას, არაფერს. ანუ ხომ იცი რომ ძალიან სერიოზული და საგრძნობი მასა ეს არ არის ვიღაცისგან გარედან თავს მოხეული ხელისუფლება. მეორე მხარეს ვდგომიან, შენი გადასახედადაც კი. ანუ შენ ყველაფერს აკეთებს ამ დაპირისპირებისათვის და მე არ ვიცი ისინი რა ტიპის ქვეყანას პროექცირებენ და ან შემდეგ რისკებს თან ეს ხელისუფლება, რომელსაც ბატონო გურამ პრობლემა არ აქვს. შიდა პრობლემა ხელისუფლების დაუშვათ იქ რაღაც ხელისუფლების ეროზიის ნიშნები ან რამე მსგავსი. უბრალოდ მე გავაგრძელებ იმას, რომ მოყოლებული აი იქიდან, რაც თქვენ ბრძანეთ ამ ფილმში, როგორც იყო მოთხრობილი, პირველი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის წლები თვითონ თბილისში სამხედრო გადატრიალება, რაც მოხდა თბილისში და მერეც მაშინაც ოპოზიცია იმას კი არ ამბობდა, რომ ჩვენ ახლა სამხედრო გადატრიალებას მოგიწყობთ, მანდა სისხლში ჩაგახჩობთ, შემდეგ და შიდას იმას დავიწყებ სამოქალაქო დაპირისპირებას და ასე შემდეგ. არა, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ მოვდივართ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ კარგი დემოკრატები და ჩვენ უფრო კარგი დემოკრატია უნდა დავამყაროთ. ნუ მე რა დაამყარეს ეს უკვე ჩვენც ვნახეთ და ჩვენი თაობა სანამ ცოცხალია ეს არ დაგვევიწყდება ჩვენ. კი, ძალიან მალე ზვიად გამსახურდეს დაერქვა ჩაუშესკუ. კი, ჩაუშესკუ, მერე იქ ილიესკუ და მერე მთელი უბედურებები იყო იქ, რომ აი რაღაც იქ გაზეთები შეზღუდა, ესქნა, ისქნა, რაღაც იყო, რომ აი ემოციურია რაღაცებს იქ მოკლედ. შემდეგ უკვე შევარნაძე რომ დაბრუნდა მოსკოვიდან და იმ ხელისუფლება, რომელიც ჩამოყალიბდა მე წლების განმავლობაში და კონსტიტუციაც მიიღეს მათ
95 წელს. შემდეგ უკვე 2003 წლის ეს შიდა სასახლის გადატრიალება რომელიც მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუციის სახით, მაშინაც ამბობდნენ, რომ ახლა კორუფცია უნდა გამოვასწოროთ, კორუფცია უნდა დაუშვოთ, ავწიოთ ცხოვრების ხარისხი, დემოკრატიის ხარისხი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე წინ ვეღარ წავიდნენ, ეს ერთი პოლიტიკური ჯგუფია, მოყოლებული 92 წლიდან. თუ გავავლებთ ხაზს და თვითონ მათ შემადგენლობასაც კი თუ დავუკვირდებით, ეს ერთი პოლიტიკური რაღაც ის არის, იცი, ოჯახი, საიდანაც ეს ხალხი სულ გამოდის და გამოდის, მაგრამ ეხლა უკვე მივიდნენ იმ კონდიციაზე, რომ პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ თუ მოვიგებთ არჩევნებს, ჩვენ აი ამას და ამას ესეთ საშინელებებს დავმართებთ ამ ქვეყანას. პირდაპირ ამბობენ, ანუ წინ მთელი ამდენი წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევა ჩვენ არ გქონია. პირველადა, როცა მერის კანდიდატი და მისი მოადგილეები და რაღაცა პირდაპირ იძახიან, რომ აგერ ნაგავს აღარ გავიტან, ტრანსპორტს გავფიცავთ, ამას ვიზავთ, წყალს დაგიკეტავთ და რაღაც ყველაფერს ამბობენ უბედურებას, ხო? ან მეორე ნაწილია, რომელიც საქართველოს დროშის შეურაცხყოფაცაა ეს, რომ ეს დროშამოცმულების ხედან სტუდიებში და იქ იმუქრებია, რომ აი ჩვენს რაღაცა შევარდებით, ეხა ბევრნი ვიქნებით, დაგამხობთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ რა. ეხა თუ დამხობა შეუძლია ვინმეს, დამხობა უნდა განახორციელოს, წინასწარ კი უნდა დაიმუქრო დამხობით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით შესაძლებლობები ოპოზიციისაც, ხელისუფლებისაც და არის საზოგადოება, ჩვენ საზოგადოება, რომელიც ამას მეორედ საქართველოში არ დაუშვებს. აი თქვენ საზოგადოება ახსენეთ და მე სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად მაინტერესებს ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც, აი რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური პოზიცია არსებობს, ხო დღეს აი დიდი მინიმუმ 1 წლიანი ბოლო პერიოდი რო ავიღოთ პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული და რომელიღაცა მათგან შეიძლება იმხრობოთ. ხო, ანუ ვიღაცა თulis რომ მნიშვნელოვანია რომ ეხა ბოიკოტის გამოცხადება და იმეორებს აი ტრაფარეთულ სიტყვებს რომ ეს არის რაღაცა რუსეთის სპეცოპერაცია. მეორე არის ადამიანები, ვინც იძახიან რომ არა, კი, პროტესტიც იყოს, რატო უშლის ეს ხალხს არჩევნებს, მაგრამ ჩვენ არჩევნებშიც უნდა მივიდეთ და აი გამოვგლიჯოთ უნდა თბილისი და შემდეგ ეს ქალაქი დავიბრუნოთ, იმიტომ რომ ეს ქალაქი ჩვენია და შემდეგ მოკლედ გავაჩერებთ ყველაფერს და ამით ხელისუფლებას ჩამოშლით. და არსებობს მესამე მიდგომა, ვინც უბრალოდ მართლ პარტიას გუნდს უჭერს და კიდე ადამიანები, რომლებიც აი რაც ჩვენ 30 წლიან პერიოდზე ვილაპარაკეთ, ხვდებიან, რომ ამ 30 წლის განმავლობაში სადღაც მიხვედი და ეს მონაპოვარი ძალიან ძვირი რომ დაგიჯდა, უკან არ უნდა დაკარგო და არ უნდა რაღაცნაირად გაანადგურო. მე ჩემთვის საინტერესო არის ადამიანები, ვინც რომელიმე აი ამ პოზიციას ხარს უჭერენ და არა მაინც და მაინც მოთავეები, იმიტომ რომ ეს მოთავეები თავიანთი კარიერის განმავლობაში ან ბევრჯერ იქნენ გამოვლინებული თავის მიმართ წინააღმდეგობაში, არა კეთილსინდისიერებაში და კიდე 1000 უბედურებაში. ბევრმა სხვათა შორის ძალიან საინტერესო გამოსავალი იპოვნა დღევანდელ, რომელიც შედარებაც არ არის იმ პენიტენციურ სისტემასთან, რაც არსებობდა, ხო? მიხეილ სააკაშვილის დროს დღეს ციხე აღარ არის განაჩენი, რომელიც სიცოცხლეს ემუქრება, მათ კარგი გამოსავალი იპოვნეს ციხეებში შეძრომით, ხო? აშავებ რაღაცას მიდიხარ ციხეში და მე დღევანდელი ფარსის მიხედვით, როგორც ჟანრს თუ ავიღებთ ფარს, ისინი მე რაღაცა მერაბ კოსტავას მანტიებს და სინდისის პატიმრებს და რეებს ეძახიან თავის თავს. ანუ აი ესეთ ფარს შედარებამდე მივდივართ, ხვდებით? ეს ბევრი რაღაცა გინდა არ გინდა, ბოლოს მაინც აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი იძახდა, რომ არ ღირს მაგალითად ამ 4-ზე ამ ხელაფსრულის დადება, ვიღაცები ხვდებიან მაგას, რომ არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ რა უნდა მოხდეს, იმაზე მეტი რაც ჩარშან მოხდა. ანუ რა უნდა გაჩნდეს. არსებობს უშიშროების ორგანო, რომელმაც აი გუშინ დიდი ინტერვიუ ჰქონდა უშიშროების რა უნდა მოხდეს და უფროს მამუკა მდინარეს და თქვა, რომ აგერ შემოტანილი იყო ასაფეთქებელი, მოხდა მისი განეიტრალება, მაგრამ არ არის ანუ ყველაფერი არის გამოვლენილი ვისაც ამის პრევენცია მოხდეს და თუ მაინც რაღაცა მოხდა ამ შემთხვევაში, ხო? უკვე გასაგებია ეს საიდან და როგორ მოდის, იმიტომ რომ ეს ზაფები ესე ვთქვათ გაშიფრულია. აი ამ პირობებში როგორ ფიქრობთ, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა, ან თუნდაც რაღაც უმცირესობის ჯგუფები აცნობიერებენ თუ არა რეალურად რა სად არის საქმე მისული ქვეყანაში? იცით რა, მე მგონი რომ კი, აცნობიერებენ, მე ძალიან ბევრი საუბრები მაქვს ხოლმე ჩემ მეგობრებთან, ზოგი თანამოაზრეა, ზოგი დაუშვათ იქ ცოტა სხვანაირად ფიქრობს და ასე შემდეგ.
იცით რა, უნდა კონვერტირდეს ეს 30 წლიანი გამოცდილება და ეს რაც მოხდება დაუშვათ უკვე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პერიოდში, ეს მდგომარეობა, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა უნდა კონვერტირდეს რაღაც ახალ პოლიტიკურ რეალობაში საქართველოში, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკური რუკა იცვლება აშკარად. მსოფლიო პოლიტიკური რუკა სულ ცოტა ხანში აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. ეკონომიკური ურთიერთობები აღარ არის უკვე ისეთი, როგორიც იყო დაუშვათ 2 ან 3 წლის წინათ. აქ გადასახედია ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოსი, ეს თითქოს პოლიტიკური ხელისუფლება საქართველოსი გამოვიდა ლიბერალიზმის მარწუხებიდან, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით იქ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანის ინტერვიუც მაქვს მე წაკითხული, სადაც ისწერს, რომ საქართველო არის დღეისათვის ყველაზე უფრო ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში თუ ახლო აღმოსავლეთშიც. ამიტომ ამას ცოტა დაკვირვება ჭირდება და საქმეში ჩახედული ადამიანების ხანგრძლივი ისეთი დისკუსია, ანუ პოლიტიკური რუკა რო იცვლება, ასევე იცვლება ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოსთვის ძალიან დიდი გარდატეხის მომენტი დგება. ამ გარდატეხის მომენტში საქართველოში აუცილებელია რომ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, აუცილებელია რომ არსებობდეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. და აი ამ გზაზე მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ საზოგადოების ძალიან სერიოზული მობილიზაცია და საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ამ თავისი შეხედულებების და სურვილების კონვერტაცია უკვე ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ეს ძველი ამორტიზებული რევოლუციებზე და ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიები თავისთავად განწირული არიან იმისთვის, რომ თუ გარედან ვეღარ დაფინანსდებიან ისინი და ეტყობა რომ უჭირთ უკვე გარედან მათი დაფინანსება რახან უნივერსიტეტების და საპენსიო ფონდების გავლით ურიცხავენ ფულს მათ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს საქართველოში მათი რაღაცნაირი იზოლაცია პოლიტიკური ველიდან, რომ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე მათ ჰქონდეთ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა. იცით რა არის, რომ დაუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას პერიოდს, მაშინდელი გამოცდილება იყო ძალიან ახალი. ანუ ძალიან რთული იყო იმ პერიოდში, როგორც მე მახსოვს, ახლა მართალია პატარა ვიყავი, მაგრამ რთული იყო შეფასება, თითოეული ჯერჯერობით ძალიან მაღალი იყო ემოციური ტემპერატურა, ეს დაპირისპირება, თითოეული პატარა დეტალი იქცეოდა სერიოზული დაპირისპირების საგნად. ძალიან სერიოზული და რასთავარია, მე ორ რამეს ხშირად ვახსენებ ხოლმე მსმენელს, რომ ერთი რომ ბევრ რაღაცას სათავე დაუდო მაშინდელ პრაქტიკულად ომს იმ ბოიკოტმა, რაც გამოაცხადეს დანარჩენმა პარალელურმა ძალებმა, როცა კონგრესი თუ რაღაც გააკეთეს სპორტის სასახლეში და არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ეს რო არ მომხდარიყო, წარმოიდგინეთ, იქ მრგვალი მაგიდის გარდა შევიდოდა კიდე სხვა ძალებიც და არა მხოლოდ კომპარტია და ეს ამ მრგვალი მაგიდა. არა, მარტო კომპარტია და მრგვალი მაგიდა არ იყო, იქ სახალხო ფრონტიდან იყვნენ და ძალიან ბევრი არ იყო სხვები. 13 დეპუტატი ყავდა სახალხო ფრონტზე. და ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტი გამოუცხადეს და არ შევიდნენ, ისინი რო შემოსულიყვნენ, რომ ჩვენ წყნეთში ვიყავით აკაკი ბაქრაძის აგარაკზე, სადაც ზვიადმა შესთავაზა მას, რომ სიაში ყოფილიყო პირველი და საერთოდ გაგვეკეთებინა ერთიანი სია. მეც ვიყავი იქ. მე ბოლოს უკვე თვითონ ერთ-ერთზე ლაპარაკობდნენ და ჩვენ გამოვედით გარეთ. რამდენიმე ადამიანი ვიყავით იქ ასული. მე მუშაობდი აკაკი ბაქრაძის რეფერენტად. მაგ პერიოდში სხვათა შორის. და მათ უარი თქვეს ამ ერთიანი იმაზე, რა ქვია, თქვეს რომ აი თუ სულ ყველა ვიქნებით ერთად, რაც კი რაიმე პატარ-პატარა პოლიტიკური ჯგუფებია. მაგრამ იქ იყო ისეთი პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელი და არ გამოვიდოდა. ეს აი რაღაც დიდი პოლიტიკური ბლოკი რო ყოფილიყო, შეიძლებოდა ეს და მე შიგნით დაუშვათ რაღაც დაიშლებოდა. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი მიიღებდა ინსტიტუციურ ხასიათს შიგნით და ის რომ ვიღაცები ხო აქედან ეხლა ესეთ თორე იქ გასაგებია რომ ისეთი მექანიზმი წინააღმდეგობები იყო და ეს მანამდეც ჩანს იმ ძველ ჩანაწერებში ხო დაპირისპირების ხარისხი. ყოველ შემთხვევაში გარეთ დარჩენილებმა, ანუ იმიტომ რომ
მოიგო მე ზვიად გამსახურდიამ სრული უმრავლესობით ის არჩევნები, გარედარჩენილი ხალხმა, რომელსაც გარიყულად იგზნო თავი, ბუნებრივად დააჩქარა ეს პროცესი. ისინი გამოიყენეს მე როგორც რესურსი. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რაღაც გარე ძალა გიყენებს, ძალიან კარგი მაგალითია, თორე შენ ის ვიღაცა ადამიანი, ვინც გასული იყო და შეიძლება მომდაკიდევაც, ის საერთოდ შეიძლება ვერც ფიქრობდა იმაზე. საერთოდ აი რა იყო იქ, რომ იძახდნენ არნო აზეფია, ზვიად გამსახურდია, ხო, ეს ჩაუშესკუ არნო აზეფია, ანუ ეროვნულ მოძრაობაში გამყიდველია და რაღაც და აზებ ყვიროდ რაღაც. და მე მახსოვს იყო ესეთი ნეზავისიმე გაზეტა გამოდიოდა მოსკოვში, იქ იყო პირველ გვერდზე დიდი სტატია იყო ცხონებული გია ჭანტურიას იმაზე, გია ვიჩისლილ აზეფა, ანუ გიამ გამოთვალა აზეფია, რომ აქებდნენ, რომ აი თქვენ რა მაგრები ხართ, რომ თქვენ ესეთი თქვენი ეროვნული მოძრაობის მოღალატე გამოთვალე და ამ შემდეგ. ანუ ეს მასალა, რომელიც მათ ჰქონდათ იმისთვის რომ გამოეყენებინათ საქართველოში დაპირისპირების და კონფრონტაციის გასაღვივებლად გარედარჩენილი პარტიების სახით, ეს რეალურად არსებობდა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აგერ იყო და სამხედრო ძალა არსებობდა და სულ მერე უკვე ტექნიკის საქმე იყო ამ სამხედრო გადატრიალების ორგანიზება. ანუ უბრალოდ ძალიან სხვათა შორის ბატონო გურამ დავასრულებ რა. უშიშროების კომიტეტი, რომელიც ჩვენ რო არჩევნები მოვიდეთ, შემდეგ იქ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ქართველი ითვლებოდა ნომინალურად, მას ყავდა ორი მოადგილე, ვოიციცკი და ნავოდნიჩი იყვნენ გვარად და ეს ორივე მოადგილე სხვათა შორის 90 წელს 28 ოქტომბერს ჩვენ რო არჩევნები მოვიგეთ, თავიანთი პერსონალი, თავიანთი საქმეები, თავიანთი პაპკებით გადაბარგდნენ საბურთალოზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის კგბ-ს შენობაში და იქ იყვნენ ვიდრე არ გავიდა გადატრიალების დროსაც იქ იყვნენ თავის აგენტურას იქიდან ამუშავებდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს გარეთ არსებული პარტიები, რომლებიც არ იღებენ კონსტიტუციურ და კანონიერ მოქმედებაში მონაწილეობას და მოწადინებული არიან პარალელური სტრუქტურების შექმნით, რაღაც ეროვნული კრებების მოწყობით, აი როგორც ახლა ეს მომღერალი კაცი რო ამბობს, რომ რაღაცა მანდატი უნდა ავწიოთ, ხელი ავწიოთ და რაღაცა ეგეთ სისულელეებია რა. ეს გარეთ არსებული არა კანონის ჩარჩოს გარეთ მყოფი ადამიანები წარმოადგენენ ძალიან ნოყიერ საფუძველს იმისათვის, რომ მათით ისარგებლონ გარე იმეები. ეს ბუნებრივად ძალიან ვრცელი თემა, ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ ლაპარაკი, უბრალოდ რამდენიმე გარე მოება მინდოდა აღმენიშნა, რომ მას შემდეგ რაც ზვიად გამსახურდიამ ჯერ არჩევნები მოიგო, შემდეგ რეფერენდუმი ჩაატარა, შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მერე პრეზიდენტად აირჩია უზენაესმა საბჭომ. ეს საბჭოთა კავშირია ჯერ კიდევ 91 წელი და პროცესი ვითარდება და ამ ადამიანმა გააკეთა მისი მეთაურობით მოხდა და ის ებრძოდა რუსეთის დამპალ იმპერიას, ეხლა როგორც უყვართ თქმა. შემდეგ უკვე რაკი ამ ხრივ ეს არ გამოვიდა, კი ეს იქიდან მოდის და ეს ძალიან კარგად იციან იმ დღევანდელმა სპეცსამსახურებმა უცხოურმა, ვინც ეძებს იმ დაპირისპირების წერტილს, როგორ უნდა გავაღვიოს კონფრონტაცია, ხო? შემდეგ აი ეს ადამიანი შეატრიალეს ტაქტიკა მის მიმართ და უკვე ბრალდებული იყო მოკავშირეობას საბჭოთა კავშირთან მოკავშირეობაში, როდესაც აგვისტოში იყო პუჩი. იანაევის სოფლებს და მისი ფრთხილი პოლიტიკა იმ შემთხვევაში, როცა მან თან გვარდია დაშალა, თან რაღაცნაირად მოერიდა, დააკვირდა ვითარებას რაც ხდებოდა, ბოლოს უკვე აფეთქდა სწორედ ეს საპირისპირო ნაღმი თუ შეიძლება ესე ითქვას და ამას მე მოყვება უკვე ის ამერიკული მაგას დავაკვირდებით ჩვენ იგივე მეთოდია, იმიტომ რომ მეთოდოლოგია იგივეა. ანუ მოხდა მოსკოვში რაღაც გარკვეული დღემდის ბოლომდის არ არის ეს ჩამოყალიბებული და გარკვეული რა მოხდა 1921-ში აგვისტოში და გორბაჩოვის ესე იგი აგარაკზე ვითომც იზოლირების შემდეგ ის დაბრუნდა მოსკოვში და ასე შემდეგ და მერე დაიწყო თბილისში შეუქცევადი პროცესი და რატო დაიწყო ხლე შეუქცევადი პროცესი? იმიტომ რომ ჩვენ და პირველ რიგში რა თქმა უნდა გამსახურდიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სიფრთხილე აქ. იქ ღამე რომ მოვიდნენ ის სამხედროები მთელი 15 მანქანით სამხედრო ოლქის მთელი სარდლობა და რო თხოვდნენ რომ გაძლევთ ამდენ საათს რომ თუ არა და ჩვენ მათ დავბომბავთ რკონის ხეობაში. რკონის ხეობა არის ვიწრო 5 კილომეტრის სიგრძის ხეობა, რომელსაც და იქ ახალგაზრდები არიან 18 წლამდე წვევამდელი ბიჭები, ბავშვები,
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხო, ის მათი სიცოცხლე კიდეა ბეწვზე. ხო, აი რომ ჩვენ ამას არ დავემორჩილებით, როგორ შეიძლება რომ ჩვენ შინაგან საქმეთა პაგონებს არ მაშინ მორალი ცოტა ეს ხო რაღაცნაირი მორალი იყო. რომ ესე იგი ჩვენ ახლა პოლიციის ფორმას არ ჩავიცვამ და რაღაც ჩვენ ჯარი ვართ, ჩვენ გმირულად, მაგრად მაშინ შემოვიდა მოდაში საიდანღაც კაცური პოლიტიკა, ესეთი განსაზღვრება, რომ ესე იგი რაღაცა ვაშკაცურად უნდა მოიქცე, არა იმის მიხედვით, რომ ატომური ზესახელმწიფო, რომელიც შიგნითაც ცხოვრობ ჯერჯერობით და მისი ჯარები აგერ გიყენია შენ, ის გელაპარაკება შენ, რომ დაგბომბავ და არა, ჩვენ აი უნდა რაღაც. იქიდან გამომდინარე, რომ მას შეუტრიალეს შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ რო აი იანავის უჭერდა მხარს და პუჩს უჭერდა მხარს, ჩვენ ეხლა გამოვაქვეყნებთ იანაევის ოკმებს, იყო მთელი ამბავი. ისე როგორც დღესაა. ხო ამბობენ, რომ აი რუსეთში მივყავართ, რაღაცა რუსეთში შეგვიყვანეს იქ ქალაქებს ახას ხან მაგადანი, ხან სარატოვი, ხან ისო იქ გავიღვიძებთ ხვალ გამოდით გარე. ამას გარკვეული წინაპირობა გააჩნია. ანუ ერთნაირი სცენარია, რომ ესე გაბრალებენ იმას, რის წინააღმდეგაც შენ ერთის მხრივ ეს მე ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყნის შიგნით არსებობს ის ძალა, რომელიცაც ეს მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის ახლა რა გაათეთრებს ყორანს, მაგრამ საკუთარი თავის რაღაცნაირად რეაბილიტაციისთვის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი დამნაშავეები არიან იმ აგვისტოს ომის შედეგში, რაც ჩვენ მივიღეთ და რაც წერია, თვითონ როგორ ფიქრობენ და ამას მნიშვნელობა არ აქვს და იმასაც საქართველოში კიდე რას ვფიქრობთ, არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი, წლების მანძილზე მიღწეული და საერთაშორისო დასკვნა და იქ გასაგებად წერია ყველაფერი და ეს არის სცენარი, რაც მოხდა. რის შედეგადაც ჩვენ მე იარაღის შესყიდვაზე საერთოდ ის ემბარგო დაგვიწესეს, ხო, 2008 წლის შემდეგ. მათ იციან, რომ ეს არის მათთვის მოუშორებელი დამღა და ამის რეაბილიტაციას ცდილობენ იმითი, რომ ის ფუნქცია, რაც მაშინ საქართველოს მოუძებნეს, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ანტირუსეთი და რუსეთთან დაპირისპირებული და ეს დიდ გეოპოლიტიკურ თამაში უნდა ყოფილიყო ინტერესი, იგივე მოვიდა უკრაინას, იგივე გზას დგას მოლდოვას და ასე შემდეგ, ხო, ყველას აქვს რაღაც გადახდილი. ამ გზით, ანუ ეს პოლიტიკა არის სწორი. დღემდე ესენი მაგას იძახიან, რომ იქ სხვა გზა არ იყო და ყველაფერი და ამის საპირისპირო, აი მთავარი რა არის, მთავარი შეცდომა, რომ სამყარო არის ეგეთ, რომ ანა იღებ აი ამ სწორ პოლიტიკას ჭყალებში, ანტირუსეთის კეთებას საქართველოში და დასავლეთის უპირობო მოკავშირეობას რა ფასიც არ უნდა გადაიხადო ამაში, თუ ამას არ აკეთებ, მაშინ შენ ხარ რუსეთის მოკავშირე და მაშინ შენ გინდა რომ იყო გუბერნია და ჩელიაბინსკი. ანუ იმის ნაცვლად რომ არა მე ვარ საქართველო რაღაცა მოვიპოვე 30 წლის განმავლობაში თუ 300 და 3000 წლის განმავლობაში ჩვენი ისტორიის მანძილზე და მე ეს უნდა დავიცვა და გადავარჩინო და დღეს მჭირდება მე ბალანსი, დღეს მჭირდება სიფრთხილე, ეს უკუგდებულია. და მე ლაპარაკობენ და სადაოთ აქცევენ რომ არა ერეკლე მეფე თითქოს ჩვენს გვიყვარს ადამიანი რომელიც არის კვინტენსენცია იმისი რომ რას ნიშნავს ეროვნული ინტერესებით ძალიან რთულ დროში მოქმედება, როცა გარემო იცვლება. ირანში ხან ერთი შაჰია, ხან მეორე და იქიდან რუსეთი ძლიერდება და ოსმალი და დასავლეთი არსებობს, ხო? აი ამ პირობებში დღეს პრაქტიკულად, ანუ მით უმეტეს რახან აი ამ ფილმზე მუშაობდი, ხვდები რომ ეს გარკვეულწილად იგივენაირად მეორდება, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს კვალი, აი ეს გარე კვალი, რომლებიც ხვდება, ანუ ეხა ეს საქართველოს ისტორია ხო, რთული არ არის და შესასწავლია, რომ ადამიანებს შორის დაპირისპირებას რა აჩენს და როგორ უნდა გამოვიწიოთ ჩვენ აქ შეტაკება. კი, ანუ ეს მეთოდიკა როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, იგივე აბსოლუტურად, არა აბსოლუტურად ერთ-ერთში არ იმეორებს, რა თქმა უნდა, დროის მიხედვით იცვლება, ხო? აი ჩვენ მესიჯ ბოქსის შიდა არ შეიძლება იცვლება, მაგრამ სტრუქტურა იგივეა. ანუ ეს არის აბსოლუტურად გარედან სპეცსამსახურებისგან დაგეგმილი სცენარები, როგორც მაშინ იყო ეს პარალელური არჩევნები ჩაატარეს კონგრესის, პარალელური ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, რომ სიმართლე, აი რასაც თქვებძალეთ, სიმართლე არის მხოლოდ ის, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და ოკუპირებული ქვეყანაში არ შეიძლება რომ ჩატარდეს არჩევნები, უნდა შევქმნათ პარალელური სტრუქტურა და ვინც ამას არ უჭერს მხარს, არის კრემლის აგენტი საქართველოში. ვინც დაუშვათ მონაწილეობს არჩევნებში, მრავალპარტიული უზენაეს საბჭოს არჩევნებში, ჩვენ მივიღეთ აქ მონაწილეობა და მოვიგეთ ეს არჩევნები, ხო? არა ისინი ამბობენ, რომ ეს რაკიღა საქართველო ოკუპირებული არა, რაში გვჭირდება იქ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ უნდა შევქმნათ პარალელური რეალობა და იმ რეალობაში, მაგრამ ის რეალობა როგორ უნდა გააცოცხლოს შენ და რეალურად როგორ უნდა მოიპოვო სახელმწიფოში მართვის სადავეები, რომ რეფორმები ჩაატარო, შემდეგ ხო დავიწყეთ რაღაც გაკეთება,
აღარ ჩამოვთვლი ხა აქ მაგას არა ეს უკვე მათ არიციან და არც ამბობენ ამას ისინი ამბობენ უბრალოდ რომ თქვენ თუ ჩვენს სიმართლეზე ამბობთ რომ ეს ეგრე არ არის მაშინ თქვენ ხართ კრემლის აგენტები უკვე და ჩვენ ვამხელთ თქვენი და კრემლის ალიანსს ესეა ეხლაც ისინი ამბობენ ეს რადიკალური პოზიცია არ ტოვებს საერთოდ არაფერს ჩვენ არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ რომ ეს არის უკვე რუსული რეჟიმი აქ და რუსული რეჟიმის სცენარში არ უნდა ჩავერთოთ და სპეცოპერაცია არჩევნები კი არ არის საკუთარ სახელმწიფოში ისინი გეუბნებიან რომ უცხო ქვეყნის სპეცოპერაცია ტარდება შენი ქვეყნის ტერიტორიაზე თვითონ იგდებენ თავს იმ სპეცოპერაციის სამხედრო სპეცოპერაციის ის შურთ უკრაინაში რაც ხდება და უნდათ რომ ის საქართველოში გადმოვიდეს და ამბობენ რომ აი საქართველოში ეს არჩევნები ეს ყოველად მშვიდობიანი ადგილობრივი არჩევნები არის სპეცოპერაცია იმიტომ რომ ქვეშეუცვლელად უჭერენ ხარს ის უნდათ რომ აქ ნახონ ის სპეცოპერაცია აი ამაშია მთელი უბედურება და ეს დიდი რადიკალიზაცია და ეს დიდი უფსკრული ამ ორ ჯგუფს შორის როგორ უნდა მოხდეს ამ უფსკრულის ამოვსება აი ამაშია საქმე რომ არჩევნების შემდეგ სწორედ იმიტომაც რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ის თაობა რომელმაც ეს ყველაფერი გამოიარა ჯერ კიდევ ენერგიულადაა და კარგადაა და ჯანმრთელად ახსოვს ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ვეუბნებით რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ ყველა მეთოდით ამას დაუპირისპირდებით კარგია რომ არსებულ ხელისუფლებას არ ჭირდება ის რომ საზოგადოებას უთხრას რომ დაგვეხმარეთ ხო ხელისუფლება თავის ადგილასა თვითონ ყველა სტრუქტურა მუშაობს გამართულად და უწევენ წინააღმდეგობას ამ ყველაფერს მაგრამ მომავალში რა იქნება აი სწორედ ეს ამას ვამბობდი მე რომ ამ არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს კონვერტაცია და კონვერტაცია აი ამ გამოცდილების აი ამ პოლიტიკური ცხოვრების მიღწევის პოლიტიკური მიღწევის რომ იყო კონსტიტუცია რომელიც გაუქმდა დროებითი გარდამავალი ეკონომიკური პერიოდის შესახებ კანონი რომელიც გაუქმდა ამუშავეს 21 წლის კონსტიტუცია ამას მოყვა აფხაზეთის დაკარგვა შემდეგ განვითარებულ პროცესებთან ერთად შემდეგ მიიღეს კონსტიტუცია 95 წლის მერე და ნელ-ნელა ჩიქ-ჩიქით მოვიდა რაღაცნაირად აქამდე ეხლა გადავედით ჩვენ ახალ ეტაპზე არა ახალ ეტაპზე რომ გადავედით ჩვენ უნდა შევქმნათ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ბაზისი იმისათვის, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს იმის, რომ დაუშვათ იქ მოვიყვანოთ მე პირველი უზენაესი საბჭოს და წევრები და ვიღაც ნაომარი ბიჭები აფხაზეთში და მოვაყოლინოთ ამას რა მოსდევს, რომ ადამიანებს თვალი აუხილონ, რომ ამის შედეგი რა არის, რომ მე აი ფილმები ვაჩვენოთ, რომ როგორ ინგრევა ქვეყანა სამხედრო გადატრიალების შემდეგ და რა მოსდევს ამ სამოქალაქო პუჩს და ასე შემდეგ. რა ხდებოდა ამ სააკაშვილის დროს სამოქალაქო პუჩი იყო ის რაც მან მოაწყო ფაქტიურად საქართველოში. ამიტომ უნდა მოხდეს ამის კონვერტირება ძალიან მყარ პოლიტიკურ სისტემაში. ხო, იმიტომ რომ ეს გადატრიალება სტრუქტურულად როგორც წეღანთვით ერთ და იგივეა, შეიძლება შეიცვალოს ინსტრუმენტი, ხო, იმ დროს 90-იან წლებში რაც თქვენ აღწერეთ, მოკლედ უკვე ეს პირდაპირი საშუალება არსებობდა, უკონტროლო იარაღის კი არა, მომწოდებელი ერთი იყო და ყველას აძლევდა და ბუნებრივია რომ იმ წუთშივე ეს გადაიზარდა სისხლის შეტაკებაში სხვათა შორის ჩვენ ძალიან შორს განწყობით ამისგანაც არ ვარ წასული დღეს რომ გაჩნდეს იგივე შეაძლებლობა მშვენივრად რომელიმე ქვეყნის ადამიანები ვისაც დღეს ვხედავთ შუშხურით თავისთავით იმიტომ რომ ესენი ქვეშეუცვლელად იმ მაშხალებს რო ესროდნენ იმას დამიზნეს ზუსტად იგივენაირად ისო იმას უბრალოდ არ ქონდა იმის საშუალება რომ აგერ მოსულიყო და სუფიან ბეპაევს ზაკავკასკი ვაინი ოკრუგიდან მისთვის მიეცა ის გრანატა მიოთი თორე ისრო და უკვე გრანატა მიოცის ის უკვე მის გონებაში სხვა არაფერი აგრესია მის გონებაში რომ ის არის სრული ბოროტება, რასაც ებრძვის. მის გონებაში ესეა, როცა ესე მარტივად არ არის რომ დაუშვათ იმას ცოტა ფული მიცეს, ცოტა რაღაცა დაპირდნენ და ის რაღაცა სისულელეს აკეთებს. იმ მის გონებაში ეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და როგორ მოხდება ამის ერთმანეთთან ახლოს მისვლა აი რაღაც ცოტა სკეპტიკურად ვარ რა მაგას. იმიტომ ამ სისხლიანი დაპირისპირებით ისეთი ფასი გადავიხადეთ შემდეგ რომ უკვე რაღაცნაირად ამას მორალური ტაბუ დაედო და სწორედ ამიტომაც ამოქმედა ამიტომ სხვა ინსტრუმენტი ეს არის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა რაც ჩვენ 2003 წელს ვნახეთ მაგრამ აი წეგან თქვი რომ ორ ფაქტორს სულ ვიხსენებთ ხო და ერთი იყო ეს 92 წლის ამბავი არჩევნების და 90 წლის არჩევნების და მეორე არის 2002 წლის ამბავი, როდესაც
ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 2002 წელს პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით იყო ედუარდ შევარდნაძე, ის უკვე 10 წლის ჩამოსული იყო საქართველოში დაბრუნებული. ხო, უკვე ამორტიზებული იყო რა ფაქტიურად. და მაშინდელმა ხელისუფლებამ, ეს არის წარმოუდგენელი, ბევრს არ ახსოვს და ვახსენებ ხოლმე, მაშინდელმა ხელისუფლებამ მოქალაქეთა კავშირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში ბარიერიც კი ვერ გადალახა. ანუ ის საერთოდ ვერ მოხდა თბილისის საკრებულოში. ანუ ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რა მდგომარეობაში იყო მაშინდელი მმართველი ძალა, ანუ ვიღაცებს უნდათ ხოლმე შედარება რა. რომ დღევანდელი რაღაც რო გონიათ, რომ რაღაცა გამოვა. ამიტომ დღეს ქვეყანაში არც 92 წელი არ გამოვა, არც 2003 წელი არ გამოვა და ეს ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულმა პროცესმა ეს აჩვენა. როდესაც ფსონი აი ამ რუსოფრენიაზე დაიდო, ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმზე დაიდო, ბოიკოტზე დაიდო, მაგრამ ამ ყველაფერი შედეგი ვერ გამოიღო. და მე სრულად გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ამ არჩევნების შემდეგ აი პოლიტიკური ველის გადატვირთვა მთლიანად მოხდეს. ეს ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ სამართლიანად, ბევრი მათგანი მანამდეც იყო დასამარცხებული თავიანთი განვლილი მორალური გზის გამო და დამარცხდნენ დღეს იმიტომ, რომ ის პოლიტიკურ პლატფორმას ჯერ ისევ უჭერს უმცირესობა მხარს, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ნახეთო თითოეულმა საშუალოდ 10% მიიღო. ისინი მეტ ადამიანს არ წარმოადგენენ, მაგრამ ამის შემდეგ მათ ეს მანდატები გადაყარეს და მათ კონვენციურ პოლიტიკაზე თქვეს უარი. და შემდეგ დიდი მოწამეებივით წავიდნენ და ჩასხდნენ ციხეებში თავიანთი ნებით, ხო? ეს ადამიანები უნდა ჩამოცილდნენ ამ პოლიტიკურ ასპარეს, თუ არა და აბსოლუტურად უკვე ეს პროცესი პრაქტიკულად დაწყებულია, სრული სამართლებრივი საჭიროება იქნება იმის და პოლიტიკურიც, რომ უბრალოდ მოხდეს აი რაღაცა კომისიის დასკვნით თუ სხვა რამეთი ამ მთელი ამ ძალების უნდა გადაიდოს. ახლა თქვენ კონკრეტულ მხარეს წარმოადგენთ 1990 წლიდან, მაგრამ იმის გამო რომ ზვიად გამსახურდიაში დაიღუპა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ტრაგიკულმა წელმა გაიარა ავად თუ კარგად დაიკარგა ტერიტორიები, რეგიონები, სამოქალაქო ომი, უამრავ დიდი უბედურება გავიარეთ. 95 წელს მაინც მოხდა, იმიტომ რომ რახან აგვეზვიათ გამსახურდიათ ცოცხალი აღარ იყო ამ პოლიტიკური სივრცის გადატვირთვა. და გვინდა არ გვინდა ეს ჩვენი ისტორია და ამას ვერ დააბრუნებ და ვეღარ გადაწერდა, ვერაფერს ვეღარ იზამ. ვერაფერს ვეღარ აღადგენ მანამდელს, ჩვენი ისტორია უკვე აქედან იწყება და 95 წლის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ წვალებით მოვდივართ დღევანდელ დღემდე. სამწუხაროა რომ დღემდე არსებობენ ძალები, ვისაც უნდა რომ ეს ყველაფერი ისევ გაანონოს. საჩუქრს მე გეტყვით თქვენ, რომ ჩვენ მონაწილეობდით 95 წელს საპარლამენტო არჩევნებში. იყო ეს პოლიტიკური კონსტანტინე გამსახურდია 21 საუკუნე. მასალებში მე ვნახეთ, რომ როდესაც 95 წელს კონსტიტუციის პროექტი იკეთდებოდა, 12-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა გააგზავნა თავისი პროექტი. ისინი ხარისხში არ შევდივარ შიგნით რა ეწერა, მაგრამ და მათ შორის ეს იყო ერთ-ერთი თქვა ზვიადის თვალი, ანუ ზვიადისტური ჯგუფი, რომელმაც იმუშავა კონსტიტუციის თავის ვერსიას. სხვა ჯგუფი იყო, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს ჩვენ არჩევნებში მონაწილეობდით და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ 14.2% ქონდა ჩვენ. არჩევნების დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს და მერე მეოთხე დღეს იმელის შენობაში ჩაქვესკნელდნენ იქ ეს დიდი დემოკრატიული ისენი რო არიან ახლა ნაცები. მათი საარჩევნო კომისიის მეთაურები იყვნენ, მათ გააკეთეს რა იცი რომ ამომრჩეველთა რაოდენობას მოუმატეს და მოუმატეს იმდენად მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ ხმებით, რომ ჩვენი ხმები ჩამოიყვანეს 5%-იანი ბარიერი ხო იყო? არო ჩაცდება. ჩვენი ხმები ჩამოიყვანეს 4.98-ზე. 0.2%-ით რო არ მოხდარიყავი პარლამენტში. ეს იყო 95-ის არჩევნებში, ხო? ხო, 92-ში სხვანაირი სისტემა იყო კი მაშინ. და მე ორ დღეში მომაკითხეს კიდე სახში დასაჭერად და მე ავიყარეს აქედან და წავედი საერთოდ. ხო, ანუ ეს არის ბევრი ეს ტრაიკული წელი და მე მაინც მგონია რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ყველა პოლიტიკური ადამიანი, ყველა ვინცაც აქვს რაიმე წარმოდგენა, რაღაც თავისი პოლიტიკური შეხედულება, პლატფორმა, კონცეფცია, პარტიის წევრია, არ არის რაღაცა, ხო? თუ ის არ აღიარებს არჩევნების გზით ამას რაღაცა შენობებში შევარდნის ეს ველური ის აწუხებს წარმოდგენა, ესენი რა თქმა უნდა პოლიტიკური ველიდან სამართლებრივათაც და პოლიტიკურათაც უნდა იქნენ გარიყული და უნდა მოხდეს გადატვირთვა და გადაფორმატირება ამ პოლიტიკური ველის და იმ პარტიებს უნდა მიეცეს და იმ ჯგუფებს საშუალება რეალური საშუალება რომლებიც
წარმოადგენენ რაღაც გარკვეულ საქართველოს მომავლის ხედვას, ხო? და არა იმას, რომ აი დაუშვათ იქ ჩვენ ახლა რუსებს უნდა რაღაცა პრორუსულ რეჟიმს ვებრძვით და რაღაც დაბრუნება ნამდვილი სწორედ ეს არის, გინდა არეულობის თვალსაზრისით და გინდა საქართველოს აი პაიკური როლის მორგებით. კი ბატონო. ასაც ხშირად ვამბობ ხოლმე. ამიტომაც გონია, რომ ეს არჩევნები სწორედ იმიტომ, რომ აი ეს პოლიტიკური როგორ თქვა, განახლება მოხდეს სწორედ რომ მშვიდობიანად და არა თქვა რაღაც ზედმეტი რეპრესიით ან რაღაც ვიღაცის დაჭერით, რაც ასევე გვაქვს ჩვენ ნანახი, ანუ 92 წელსაც და 2003 წელსაც უბრალოდ ეს მოხდა პირდაპირ დევნა და რაღაც ადამიანების განადგურება და ასე შემდეგ, ხო? ამის ნაცვლად რომ ეს მოხდეს სწორედ პოლიტიკური მეთოდებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ არჩევნებში შესაბამისად ყველა ადამიანს უკვე ყველა მოქალაქეს უჩნდება საშუალება, რომ თვითონ თავისი პატარა წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნის მშვიდობიან მომავალში, სადაც ცხოვრობს. ესე უნდა გააცნობიეროს და ესეთი აუცილებელია ეს ვინაიდან ჩვენ და აუცილებელია ძალიან ბევრი და ისეთი რადიკალური რეფორმის გაკეთება საქართველოში, პირველ რიგში განათლების სისტემა. როგორც უკვე გითხარით ეს ლიბერალური ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები ალბათ აუცილებლად რაღაც კორექტირებას საჭიროებს ეს ღია ბაზრის და თავისუფალი ვაჭრობის სისტემა გარკვეულ სახელმწიფოებთან და სახელმწიფო და ბლოკებთან კარგია, მაგრამ ეს სწორია თუ არა ჩვენ რეგიონში ჩვენთვის ახლა მას უნდა ჩვენ შევხედოთ აუცილებლად და ასევე აუცილებელი იქნება ძალიან ბევრი ძალიან ისეთი მომავალზე ორიენტირებული და გათვლილი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში, რომელიც ამ ახალ რეალობაში ძალიან აუცილებელია და მოთხოვნილება არის ყოველდღიური. მაგალითად იმის ბატონ გურამ რომ აი უნივერსიტეტებში მაგალითად ჩვენ უნდა შევიდეთ დისკუსიაში ახალგაზრდებთან და მათ აუხსნათ კოპენჰაგენის კრიტერიუმები რა არის. არავინ არ იცის ეს საქართველოში ევროკავშირის დროშის მოცმა მხრებზე ან ხორუმით ვაკის პარკიდან ევროკავშირის დროშით ჩამოვლა რუსთაველზე ევროკავშირში ჩვენ ვერ შეგვიყვანს და აუცილებელი იქნება განმარტება იმისა თუ რა არის ევროკავშირი დღეს. ჩვენ გვაწყობს დღეს ევროკავშირში ეს ხომ არ არის ეს ხომ არ გავს იმას დაუშვათ რომ 1944 წლის ბოლოს რომელიღაც ქვეყანას ეთქვა რომ არა ჩვენ ახლა უნდა გავხდეთ მოკავშირეები იმის რა ქვია გერმანიის მეორე მსოფლიო ომში. ვინაიდან ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პოტენციალი, ჩვენი ტურისტული ბაზარი, ჩვენი ეკონომიკური ბაზარი რამდენად შესაბამისია და რამდენად შეიძლება რომ იყოს ადაპტირებული ევროკავშირთან. ჩვენ ხომ არ ვიქცევით ევროკავშირის რაღაც სამ მომხმარებელ 3 მილიონ ადამიანად, რომელსაც არ ექნება არანაირი საკუთარი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი 7%-იანი ზრდა შეადარეთ თქვენ ევროკავშირის ქვეყნების 0.2%-იან და 0.3%-იან ზრდას. და ამაშია საქმე, რომ ეს ყველაფერი გასააზრებელია თავიდან და აუცილებელია, რომ საქართველოს აწარმოს მრავალპოლუსიანი და მრავალვექტორიანი პოლიტიკა, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა და ახლო მჭიდრო კავშირი მეზობლებთან. მაგრამ საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ისეთი ჩემთვის რა ძალიან გაუგებარი. დღევანდელი ხელისუფლების გაცხადებული მიზნები სხვანაირია, ის რა თქმა უნდა ევროკავშირთან ინტეგრაციას მიესწრაფის, თუმცა აქვს რა თქმა უნდა არსებობს კრიტიკული შენიშვნებიც იმისათვის, რომ ეს ევროკავშირი როგორი იქნება ეს ინტეგრაცია და რა ასპექტში და კიდე ბევრი არგუმენტი არსებობს, მაგრამ ერთი რაზეც ალბათ ყველა უნდა თანხმდებოდეთ ის არის, რომ ეს მთელი ეს დისკუსია ინფორმაციაზე, ცოდნაზე, ციფრებზე დაფუძნებული უნდა მიმდინარეობდეს შესაბამის სივრცეში და ადამიანების აქტიური მოქალაქეობა პირველ რიგში უნდა იყოს არა მართლა ხორუმის ცეკვა, არამედ ეს გაცნობიერებული არჩევანი და ინფორმირებული არჩევანი, რომელსაც ნებისმიერი პოზიციები შეჯერებით ვაკეთებთ. აი ამის საშუალებაა სიძლევა ეს 4 ოქტომბერი, ეს არჩევნები, გარდა მუნიციპალური შრისა მას გააჩნია ეს პოლიტიკური მდგენელი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ხვალინდელ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრების
ცხოვრების მიმართულებით წვლილი შეტანის საშუალება. დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. ჩვენ უკვე დავბრუნდებით საარჩევნო ღამეს, მიმოხილვით საარჩევნო შედეგების, მანამდე კი გემშვიდობებით დროებით.